მანქანების გადასაღებად მოვედი და ფეხბურთს ვუყურებთ ჯერ. იქ არის მესის ფანი და ვერ გავუმაზავდი თან. კი, ბავშვობიდან. მესის ამაყი ფანია. A few moments earlier. ვინაცვლებთ შიგნით, იმიტომ რომ ამინდი არის კატასტროფა. მე მგონი სტორმი გვიახლოვდება. ამერიკის დაბადების დღეა დასრულება რა ხალხი შევაწუხე მოვამზადე და ამინდმა დაგვაფარა, რა ვიცი, სად დაგვაფარა თავზე და სიტყვები არ მყოფს უბრალოდ. საშნელი ამინდი როა, ეხლა და რამე სტიქია მოხდეს, მანქანებზე რა ხდება? დაზღვეულია მანქანები. ქელი ბლოკის მიხედვით შეაფასებენ, ღმერთმა დაიფაროს, გააჩინა დაზიანებას და მანქანის ღირებულებას თუ აღემატება, ანუ დემიჯი თუ აღემატება 70%, მერე უკვე ტოტალი ხდება და აგვინაზღაურებენ, რაც ღირს დღესდღეობით ეს მანქანა. სამივე ერთად ყავს დაზღვეული? ერთ კომპანიაში სხვადასხვა ფასად. და ჯამში რამდენს იხდი სამ წელში მოტოში და ამ ორ BMW-ში? სამ BMW-ში. $350 არის დაზღვევა full coverage სამივე. ვაუ, ძალიან იაფია. რას იხდი? პენსილვანიის შტატში. მეგონა უფრო ძვირი იქნებოდა ეს. მეც მეგონა. მეც პენსილვანია. მე ჯერსიში და მაგიტომ პენსილვანია. კარგია. ეს არის 25-იანი ეს 1000 RR-ი. 25 წელს გამოვიდა, შეუკვეთ 6 თვით ადრე, მე თვითონ ავაწყო და მოვიდა ესეც, როგორც მინდა ზუსტად. აკრაპოვიჩის ფლოპით. აწყე შეკვეთის დროს. კი. ონლაინ ორდერი გავაკეთე, თავის კარბონის დისკებით და ეს დამატებაა თუ ყველას აქვს? 25-იანს აქვს განსხვავებული. ძალიან ლამაზი. შენ იცის ერთი საინტერესო ფაქტი? აბა? ეს მე მიყიდა დაბადების დღეზე. ჩემ ვიდეოებში ხშირად არის ხოლმე ცოლის მანქანა. ეხა არის ცოლის მოტოციკლეტი. ცოლის მოტო. არც ერთხელ არ მიშტარა. არასდროს? არც უკან. უკანს კამი არ არის. მოხდელი აქვს. ერთი პერიოდი მე ხოწებოდა და ამიჯექი და რამდენჯერმე უარი განვაცხადე და მე მოხსნა ეს კამი. ანუ უკან დასაჯდომი. მაშინ ეხა ვერ დავაბრალებთ, რომ აქ თავაზობდა. არა, ერთი-ორ ჯერ შემომთავაზა მხოლოდ. ანუ აი ასე, ჩემს დაბადების დღეზე კარი გავაღე და კართან იდო რაღაც პარკი, პატარა, gift bag-ი და შიგნითი და გასაღები. და წერილი happy birthday და ამის გასაღები. ეს არის? აი ეს გასაღები იყო შიგნით. ეს მარტივად მიხვდები, რომ მოტოციკლს გასაღები. ხო, მივხვდი ეგრევე. Forever. ნამდვილი BMW-შნიკების ოჯახი ხართ, ხო? ხო. შვილებსაც ეგრე ვზრდით. სხვათა შორის გიო მითხრა ბავშვის BMW-ც მყავსო, მაგრამ აქ არ არის როგორც ჩანს. მოკლედ დაუჯეროთ, რომ ბავშვის BMW-ს ყავს. რომელი BMW ყავს? მოდო. ეს 1000 RR-ი მოტოციკლეტი. ბავშვისაც ესა იგივეა? ამერიკაში ბავშვებთან მიმართებაში როგორი მკაცრია ზომები, როცა მანქანით გადავადგილდებით და
ზოგადად რა უნდა დაიცვას ხალხმა, როცა ბავშვი ყავთ, მით უმეტეს სრულწლოვანი როცა არ არის და პატარა. აი რა ხდება ეგეთ დროს ამერიკაში რას უნდა მიაქციონ ძირითადად ყურადღება? პირველ რიგში ბავშვი აუცილებლად უნდა იჯდეს ქარსიტში, სპეციალურ სკამში, სადაც იქნება შეკრული. იმიტომ რომ პოლიციამ რო გაგაჩეროს და რაღაც ასაკამდე ბავშვი თუ არ ზის მაგ ქარსიტში, შეიძლება ეგრევე დაგაბორტყონ და წაგიყვანონ. ანუ უბრალოდ ჯარიმა და რაღაც არა. სიმართლე გითხრა, არ ვიცი რომელ ასაკამდე, მგონი უფრო ბავშვის წონაზე და სიგრძეზეა დამოკიდებული, როდის შეგიძლია რომ ანუ ეს ქარსიტიც რამდენიმენაირი არის, ანუ რაღაც 18 თვემდე სხვა არის, 18 თვის მერე, ნუ ბავშვის ფიზიკურ მონაცემებს გააჩნია, მერე სხვანაირია და მერე უკვე არის მხოლოდ სადაც ჯდება ის ნაწილი, უბრალოდ რომ მაღლად იყოს და კარგად იყოს დაცული. ნუ ეს აუცილებელი. კიდე სპიდინგის შემთხვევაში ბავშვთან ერთად თუ გაგაჩერებენ, რა თქმა უნდა, ბევრად მკაცრია სასჯელი მაგ დროს. იმიტომ რომ არა მხოლოდ უპასუხისმგებლო ცხოველად ითვლები, უპასუხისმგებლო დედაც ხარ მაგ დროს. ასე რომ ბავშვები როცა მიზის მანქანაში მაქსიმალურად სპიდ ლიმიტით და ფრთხილად. და ზუსტად ამიტომ ყავს ეს მანქანა, რომ თან დიდი მანქანა მინდოდა, სადაც 7 კაცი დაჯდებოდა, ანუ 7 პასენჯერის დასმა შემეძლებოდა. და ისეთი მანქანა მინდოდა ჩემს ქმარს რო არ გასჩენოდა იდეები რაღაც გადაკეთების, ტუნების და ხოლოდ ბადიკიტით შემოვიფარგლებოდით და შიგნით არაფერს არ შევუცვლიდით, იმიტომ რომ again ბავშვებთან ერთად არ არის უსაფრთხო. არა უშავს. მე მიკროფონის სამაგრი გამოვიტანე და მოკლედ იმას ვამბობდი, რომ ბავშვებამდე მყავდა X4M. და ზოგადად გიორგის, აი ეს ძალიან ძიმეა შენ დაიკავე ისო. გიორგის ცოტა მოწოდებაა, რომ ანუ ყველაფერი საფში უნდა იყოს M, ყველა მანქანა. არაფერი სტოკი. არაფერი ისეთი, ანუ M უნდა იყოს და ბავშვებამდე მყავდა. მოდი, აქვე უსკითხავ პირველი მანქანა, რაც გიორგი ყიდა, რა მანქანა იყო? წითელი Toyota Prius. მარა, მოიცადე ეს. ანუ ერთი წამი რომელი თაობა? C, არ ვიცი, რაღაც ძალიან ძველი. C hatchback-ია? პატარა რო. პატარა როა, ხო, აი როგორ იყო ხოლმე, იცი, highway-ზე რო გავიდოდი, 55-ზე მეტით თუ წავიდოდი, ასე ვქანაობდი ხოლმე. გიო, რატო გადაწყვეტე, რომ პირველი მანქანა პრიუსი ყოფილიყო? ყველაზე ძალიან ეზიზღებოდა პრიუსი და წითელი ფერი. და რატომღაც კაიფაში ამოვარდა და რადგან პირველი მანქანა იყო, გული არ დაწყდებოდა თვითონაც, რამე მოხდარიყო და ვიყიდეთ პრიუს C. და სამაგიეროდ ხო გასიამოვნა მაგ მანქანა. რაც მართალია, მართალია. საწვავი არის იწვებოდა, არაფერი ეკონომიური მანქანა იყო. ხო ეგრე იყო? კაი რა. არ მასიამოვნა საერთოდ. ხო, სარკაზმია სრულიად რა თქმა უნდა. ვიცი, მაგრამ ანუ სარკაზმაც ვერ გიპასუხებ მასე. ხო, სპიდინგზე ბავშვების თემა გავიგეთ და ვიცით რომ ყველამ უნდა ვიაროთ ნელა, მით უმეტეს ბავშვებთან ერთად და მით უმეტეს ქალაქში რა, კი ხანდახან ვაჭერთ ხოლმე ყველანი, მაგრამ არ არის კარგი. რა შეეხება გიო სპიდინგთან როგორ ხარ? შენც რო გითხრა? სხვათა შორის მართვის მოწვევა მაქვს ძალიან სუფთა. ერთი 3 კვირის წინ ავიღე სპიდინგი პიკაპით პენსიონიაში სისტემა. ანუ BMW-იც არა დაჟე. ხო, პიკაპით, ანუ ვერც მივხვდი ტელეფონს საუბრობდი, ისე რომ მეგაზავა და რაღაც არა. ანუ თუ რაღაც არალეგალურ რაღაცას ვაკეთებ, ისიც გვიან ღამე, რადარი უჩართულია. აჰა. და ანუ რადარით ვაკონტროლეთ, პოლიცია არის, არ არის და სად არის? მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ძალიან ჯანმრთელი მანქანა მყავს, არ ვგაზაობ. თვეში ერთხელ ალბათ მაქსიმუმ. თვეში ერთხელ. სასეირნოთ რა, სასეირნოთ. ესეთ გადაცემაში მე ვფიქრობ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის, რომ ძალიან გააჩნია სად გაივლის სპიდინგით, ანუ არის ადგილების მარტო პოლიციისთვის არა, ხალხის უსაფრთხოებისთვისაც, აი ძალიან ბევრი უბედურება ხდება მაგალითად თბილისში, ხო? არა, ეგ თავისთავად. და გიორგიზე მინდა ვთქვა, რომ იმის მიუხედავად, რომ მთელი ცხოვრება BMW-ები და ნუ მთელი ამბები, ანუ ძალიან კარგი და ფრთხილი მცველია, რომ ანუ არ არსებობს ისეთ ადგილას გაიაროს სპიდინგით, სადაც ხალხი მოძრაობს, ან ბავშვები არიან, ან უსაფრთხო არ არის მოკლედ. აქ ფუფუნება იმისი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი highway-ია და შეგვიძლია იქ ვქნა. ნუ მაგ highway-ზეც ისეთ დროს, როცა ბევრი მანქანები არის. დაჩმეტული ვარ ხოლმე, როცა ჩავაჭერს უაიქ ნაჩმეტები მაქვს ხოლმე, მაგრამ ვინ გჩმეტა? რა ვიცი, პასაჟირი მყავს ხოლმე. ისეთი რომ აი სხვათა შორის ერთხელ შევესწარი ერთ ფაქტს, დრაგზე გამოდიოდა გიო და მეც იქ ვიყავი და
რაღაცა ერთი ორჯერ რაღაცა fail start-ი ქონდა რა, რაღაცა ვერ დასტარტა მოკლედ და დიკ ადგას და გეხვეწები, დამსვას რა იძახის. ვინმე მუთხარით რომ დამსვას. ანუ ერთნაირად ევასებათ ჭყალებში გაზაობას და ბევებს. შენი მანქანის ფასი რა არის? ეს მანქანა არის special order-ი, ანუ შეუკვეთე 6 თვე გერმანიიდან ჩამოვიდა. ამის MMR იყო 110,000. პლუს ტაქსი, სადღაც 120,000. ანუ ამერიკაში არ გიყიდია ეს მანქანა, გერმანიიდან ჩამოვიდა. ოკეი. special order-ი იყო, ყველაფერი მე თვითონ შევუკვეთე, ფერიც, კომპლექტაცია ყველაფერი. და ფირი არ არის, ორიგინალი ფერია, ხო, გადაკრული არ არის. და მაგის მერე დაიწყო ხელების ფათური, ხო? მაგის მერე დაიწყო ხელების ფათური. X-stage, შემშვები, გამშვები. They gave it to me. იცი ეგ? არა. ანუ პირველი რამდენიმე წელი აი ჩვენ ურთიერთობაში, ხა მანქანების სულ მიყვარდა, მაგრამ ნუ ესე არასდროს არ ყოფილვარ და პირველი პროექტი ყავდა აი ეს F82. და ეს მანქანა რო იყიდა ჯახო ანუ ფასი რეალურად არ ვითხრა რამდენი გადაიხადა და მე აი მართლა ყოველდღე კარს რო გავაღებდი რაღაც იყო ხოლმე ძალიან დიდი რაღაცები მოსული სახლში ასევე ანუ ყოველდღიურობაში ანუ ხედავდი ხან ვიღაცა საქართველოში ელაპარაკებოდა რაღაც ნაწილს უკვეთავდა იქ რაღაც დისკები უნდა ყოფილიყო აი ანუ დისკებზე წამიყვანა 4 შტატის იქეთ რომ დისკები ჩამოეტანა და ანუ ცოტა არ მესმოდა მეთქი რა ხდება და ყველაფერზე რო ვკითხავდი რომ მეთქი აი ეს რა დაშ და he was like they gave it to me ანუ მაჩუკეს კარგია, ღმერთი გჩუქნის სავარაუდოდ ბევრ რაღაცას. მე მინდა ვახსენო ის რომ ამანქანის წინ ყავდა იგივე მოდელი, წვანე 21 წელს, უკანა ვიდუში. ეს კი ბატონო. ეს არის 4-4-ზე, ხო? ხო, რომელიც იყო ძალიან რედკი და ახალი გამოშვებული იყო. აქედან გამომდინარე, მე მყავდა სპონსორები, და ყველას უნდა თავის პროდუქტი დამეყენებინა და მე დაესურათებინა და გაეყიდათ. ანუ დღემდე რაღაცა კარბონის დეტალები რო დაგუგლო, ჩემი მანქანის სურათები ამოვა, ბევრს აიცე. იმიტომ რომ აქ ბევრს არავის არ ქონდა ფაქტიურად, შენ ქონდა და მოდიოდნენ შენთან რეკლამას იღებდნენ. კი ბატონო, აქედან გამომდინარე, მას სპონსორობდა Unit 17 ბრიტანეთიდან R54 და New Jersey Beamer-ი გიო, ჩვენი გიო, რომელიც არის New Jersey Beamer-ის ონერი. სპოილერი, ტუჩი და ასე შემდეგ. რული. მაგარია, ეგენი არ ვიცი. და სპონსორშიპი შეწყდა, როცა მანქანა გაყიდა. კი ბატონო. რატო გაყიდა? მარტო იმიტომ რომ 4-4-ზე გინდოდა თუ? 4-4-ზე რომ მინდოდა, ანუ ორივე მყავდა ერთად, პლუს ყავდა Supra. და Supra ეგ არის. აქედან გამომდინარე, უკვე არ მჭირდებოდა და დიდი ხარჯი მიდიოდა. ესონიაში სამქონდა დასვლა მეჩინა რომ გამეყიდა. გავაგზავნე საქართველოში უბრალოდ. საქართველოში ვიარე ერთი საფრთხე და მე უკვე გაიყიდა წავიდა რუსეთში. აჰა. რუსეთში შეიძლება გადის ხოლმე საქართველოსთან კარგი მანქანები. ბაიკზე მინდოდა მეკითხა რომ მეც მომავალი ბაიკერი ვარ. დამწყები ვარ ჯერ რა, ეხა ეს ჩემთვის ძალიან დიდია. რამდენად უსაფრთხოა ამერიკაში ბაიკით მოძრაობა, ну მაგალითისთვის საქართველოს ავიღოთ, მაგრამ იქ ძალიან ფატალურად სრულდება ხოლმე თითქმის ყოველი ავარია. ამერიკაში როგორ არის ეგ ამბები? გზაზე როგორი უსაფრთხოება შედარებით და როგორი მძღოლები არიან? ჩემი აზრით შედარებით უსაფრთხოა ამერიკაში, უბრალოდ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აქ, ის არის რომ ჰედერები და გამშვები და ეგზოსტი უნდა შეცვალო, დიდი ხმა ქონდეს, რომ დაგინახო. ანუ ხმით რო გააგებინო, რომ მოდიხარ რა. დაგინახო. რასაც ველოდები ჯერ არ მოსვლია ჰედერი და საკმაოდ ჩუმია დღესდღეობით ეს ბაიკი. ამავდროულად საკმაოდ აგრესიულად გამოიყურება. ეს ამბობ მოკლების აქვს, კრუშტელი აქვს და მაინც ჩუმია, ხო? ეს დავაყენე, უბრალოდ ორიგინალი ჰედერი და კატალიზატორი რო არის, დიდი ხმა და ჯერ ვერ მოვიცალე. ძალიან დაკავებული ვარ ჩემი საქმიდან გამომდინარე. ხო, საქმეზეც გადავალთ. ორი სიტყვით თუ საიდუმლო არ არის, საქმეზეც ვითხარი. ვიცი რომ შენი ბიზნესი გაქვს და ყავს კი არა და გაქვს შაპი, ხო? ტრაილერებს, დიდ ტრაილერებს არ ემონტებთ, ხო? კი ბატონო, ტრაკი ტრეილერის repair shop-ი გვაქვს.
სადაც ვაკეთებთ ყველა. სახელიც ვითხარი, ბატონო. Truck Zone Service Center. შუაცო ამოვანათებ, რომ გაიგოს ხალხმა მადლობა. სად უნდა შეაკეთონ თავიანთი ტრაქები. S1-ში მე-80 გზაზე 215 ეგზიტი. ხოდა იმახსოვრეთ. Truck stops. თუ ვინმე ტრაქერი გვიყურებთ, როგორ მიდის ამბები? ნორმალურად. დროთა განმავლობაში ყველაფერი უკეთესობისკენ. შრომატევადია ხო ძალიან? კი, ან ძალიან. ფაქტიურად იქ ცხოვრობ, ხო? კი. ძალიან stressful არის. და რამდენად ხშირად არის, რომ მარტო ქართველები მოდიან თუ არა და რამდენად ხშირად მოდიან ქართველები? სხვათა შორის ახლა სადაც ვართ პენსილვანიაში ქართველები სადღაც 20-30% არის. სულ ცხოვრობენ. მანამდე უფრო მოდიოდნენ ლოკაციისგან. ჯერზიში რო ვიყავით 90% ქართველები იყო. კარგი კლიენტები კი არა და მომხმარებლები არიან? ქართველები კარგი მომხმარებლები არიან თუ ნერვებს გიშლიან ხოლმე? აი როგორ გითხრა რა, ძალიან ბევრმა არის. მანქანა აქედან გამომდინარე შეიძლება ისეთი რაღაცა გითხრას, რომ და ჯობია რომ ნერვები არ უნდა მოიშალო. გადავიდეთ მოდი მანქანის ნავაროტკები დაუძახოთ ყველა მაგას ეძახის და ტიუნზე თუ გინდა ტიუნი ვთქვათ. რა ხდება შენ მანქანაში, რა არის შეცვლილი, გამოცვლილი, გაკეთებული და ნაყიდი რა არის? ჩემ მანქანას აქტიურად ყველაფერი შეცვლილი აქვს, რასაც ქვია ბოლტონი, ანუ ძრავი და კაროკას ხელი არ მოხს თანამდებობით, დალში ყველაფერი შეცვლილია. ინტეიქები, charge pipe, რადიატორი, ტრანსმისიის კულერი, სეთის კულერი, downpipe, exhaust-ი, ფენჩანლაკი მაგაკეთებული, MHD პლუსის ტუნი, კარობკის ტუნი მიწერია, 19-იანი დისკები დავაყენე, რა ვიცი. List goes on and on and on. კაი, მოდი უხეშად ფასში გადავიდეთ. ეს ყველაფერი ფასში გადავიდეთ. რა 110.000 რამდენი დაემატა ზემოდან? უხეშად არ გინდა კონკრეტიკა. თორე აქედან მზერა მოდის. ალბათ სადღაც $20,000. $20,000 მარტო ტურბოების ხო ალბათ? არა, ნაწილები მარტო. ნუ დანარჩენით არ მე ვიცი რომ მეგობრულად შინაურულად აკეთებ. ჩომახიშვილი მიკეთებს ყველაფერს, ლევანი საწყობილია ყველაფერი. ჩომახა პერფორმანსი ძალიან კარგად აკეთებს, უპრას ლევანი მომიწყო და რა ვიცი. ლევანის სხვათა შორის ხშირად ვახსენებთ ხოლმე და აუცილებლად მივალ ლევანისთანაც. და 20,000 ოკეი, კაი. და მივად 20,000 როგორ გეტყვი? შინაურული ფასი, ხა მაგალითად ტურბინები და $5,000. მაგრამ ჩემი ახლობელი დაიმტრა და იმან მომცა $1,500. სხვისი ჭირი, ღობეს ჭირიო თუ როგორ არის ეგ? FI exhaust-ი, ანუ მთლიანი კუჩტელი რაც არის, სადაც $6,000 ღირს და 2,500-ში ვიყიდე. ანუ ბევრი რაღაც იყიდა ძალიან იაფად. და ტურბინები. დანარჩენ ყველაფერი ახალი ვიყიდე. ასევე მაქვს პორტ ინჟექტორები, flex fuel-ის სისტემა, დამატებითი ჰიბრიდული fuel pump-ი და ასე შემდეგ. პროგრამა ტუნერი ვინ ყავს? ტუნერი დღესდღეობით ყავს ბუბუტეიშვილი, ბუბუტეიშვილი საქართველოშია, ხო? ABP, ფუტმოდის ტუნით, დავწერეთ ამ მანქანაზე წინა წელს 779 საბურავზე, მაგის მერე უკვე დაინოზე არ ყოფილა. მაგრამ შეცვალე რაღაცეები? ეხა რაღაცეები შევცვალე და ასევე ტუნერსაც ვცვლი, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკელი მირჩენია, ჩემი მეზობელია და უფრო დროის სხვაობა და ამბები. ცოლის მანქანაზე რა ხდება? რამე ჩარევები არის გაკეთებული? ცოლის მანქანაზე ხელი არ დაგვიდია, იმიტომ რომ გარანტიაზეა ეს მანქანა და ვეჩალიჩები რომ იქნება X3 ან X4 ამში გადავცვალოთ და არ მინდა რომ გარანტიას ვოიდი გავუკეთდეს, მაგრამ ჯერ ვერ მევედით მანდამდე. X4 მე არ გირჩევდი. X3-ები ძალიან X4 მაგარი მახინჯია ჩემი აზრით. ზოგადად მე ყოველთვის X6-ი მომწონდა და 6 კიდე. მაგრამ ისეთი როგორიც მე მინდა, რომ დავჯდები კომპიუტერთან და ავაწყობ ხოლმე, როგორიც მე მინდა რომ იყოს 160-მდე ატის. მაგრამ ხო შეიძლება ისეთი იყოს
სტოკი და მე ნელ-ნელა ავიდეს როგორც გიოს შემთხვევაში. ხო, ეგეც შეიძლება, მაგრამ აიცი რა, რაღაც ესე ვიცი ხოლმე, რომ გიორგის მანქანებზეც ასე ვარ, აი ერთ რაღაცას რომ იყიდის და მე ასე რომ ვუვლით და რაღაცებს რომ ვუკეთებ და რაღაც მიყვარს მე მანქანა და ვერ ველები ადვილად. ეხლა ამ მანქანაზეც ესე ვარ, აი ძალიან მიყვარს. ისეთია თან ეფექტური ფერი აქვს ძალიან. ხო, და თან მართლა ძალიან კომფორტულია დიდი ოჯახისთვის. აი მთელი ოჯახი შეგიძლიათ ჩარჯდეთ და წავიდეთ. კი, ჩვენ ყავს X3 და ვიცით რომ ძალიან არაფერში არ წერია, თუ ემი არ არის, ზომა მაგას არ აქვს არაფერი. არც პატარა, არც დიდია, არაფერი არ არის. ნუ X3M მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ ეხლა რომ ამბობს X3-ზე და X4-ზე ვცდილობ დავითანხმავო, არ ვიცი, ვინ გითხრა უარი რომ ბოლო პერიოდი არა, ფუთხარი უარი, მაგრამ ბოლო პერიოდი M5 უნდა და მე M5-ის ბარი არ მომწონს და მაგაზე ვერ მითანხმებს. ხო, ჰეჩბექი თუ რა ქვია. არა. საოჯახოდ დიდი პაკეტი. და სხვათა შორის ახლა გამოდის ახალი M3 ელექტრო 2028-ში, შემდეგ წელს უკვე შეიძლება პრიორდერის გაკეთება და მაგასაც ვფიქრობ, რომ ეს შევატრიალო, ის გამოვიყვანო და დავარქვა ცოლის მანქანა. იცი რა, მე ვფიქრობ, რომ შენ მანქანაზე უნდა იფიქრო უფრო ამდენი შეატრიალო, გამოატრიალო, გაყიდო, სხვა იყიდო. ბენზინი არც მე არ მინდა ელექტრო. მართალია ელექტრომანქანა რა. ელექტრო BMW. ერთადერთი კარგი რა გიო რა ელექტრომანქანა. მაგრამ ნახევრად არის ხო ეგ? ნახევრად კიდე შეიძლება. უბნიდან ჩუმად რო გადიხარ და მე რა ჩააჭერ და ძრავის ხმარ. არ მინდა. არა მართალია ხო ელექტრომანქანას რა მოყვა რო დაკოკა. ვარიანტს შვებენ. cold start-ს რო ვერ მოისმენე ხარ. ნუ ეხლა cold start-ი ამ მანქანასაც რო გითხრა რაღაც საოცრება აქვს თქო არა, მაგრამ მაინც არ მინდა ელექტრო. ხო. აი ელექტრო, მაგრამ თლიანად არ არის, და შეიძლება რომ დაფიქრდე მაინც. კარგი არჩევანი ნუ იქნება. ოდესღაც უნდა რაღაცაში გადავცვალოთ და მივატრიალოთ, სხვა გამოვიყენოთ და ჯერ არ ვიცი ვფიქრობ. მე მაინც რაღაც უფრო მგონია რომ X6M-ისკენ ვიხრები. რო მძიმეა და ნელია ვიცი. ვიცი. როგორი მძღოლია შენი ცოლი. სიმართლე რომ გითხრათ, ერთადერთი ადამიანია, ვისაც ვენდობი საჭესთან. ანუ სხვასთან ვერავისთან ვერ ვშდები. ბრავო. თან შეუძლია დაიცინოს კიდეც, როცა მე საჭესთან ვარ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თან ემზე შემიძლია რომ დავსვა და არ ვინარ. ხოლოდ ამაზე არა, როცა უკანა. ეხლა ხარეს რამე გვიტირებ. ანუ მე ეგრე არ ვარ და მაგრამ ყოველთვის ასე არისო. ყოველთვის ასე არისო. როდის შეიცვალა ეგ? როდის შეიცვალა ესე ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ ანუ რიურსის მერე თუ მანამდე? შენ დაიმახსოვრე. ანუ ეგ არის წელთაღრიცხვი სხვა რა, ძველი და ახალი. არა, უფრო აი თავის მანქანაზე, როცა მსვავდა ხოლმე და ძირითადად ეს ყოველთვის ხდებოდა ხოლმე, როცა სადღაც მივდიოდით და თვითონ დალევდა, ნასვამი იყო ცოტა რაღაც და ვეჟდებოდა ფიზიკურად და სხვა გზა არ ქონდა, ორჯერ რომ დამსვა. მე აი მესამედ უკვე დაიცინა და მე მითხრა რომ всё გენდობი საჭესთან. მაგრამ თავიდან ესე არისო, იმიტომ რომ კიდე ვიმეორებ პირველად გიორგის მანქანაზე როცა დავჯექი, წვიმდა უკანა ვიტუში, არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა. უკანა წამყვანი ყავდა F82 და ეგზიტიდან ცოტა ცუდად გავედი. აი, ცერად გავედი. ეგ იყო პირველი შენი დრიფტი, ხო? ეგ იყო ჩემი პირველი დრიფტი და მაშინ ძალიან გაბრაზდა და შეეშინდა. და აი მაგის მერე აღარ მენდობოდა, მაგრამ მე მალევე დავიბრუნე ნდობა უკან. გეგონა რომ უცბად გათიშა მოცურება და ძალით გააკეთა. მოწყდა ეგრევე. ანუ ის სტერეოტიპი რომ ქალები ყველანი ერთნაირად ატარებენ და ფაქტიურად ვერ ატარებენ, შენთვის არ არის. არა. ეს ცოდნა შენგან მიიღო თუ ქონდა მანამდე სკილები? სკილები ჩემგან მიიღო. კარგია. ნუ მანქანის ტარება ვიცოდი, მაგრამ გიორგის მანქანის ტარება იცოდი, მაგრამ BMW-ს ტარება არ. ხო, და კიდე BMW-ც არის, ანუ თავის X6-იც ყავდა ამას ძალიან ადრე და იმაზე, ნუ პრობლემა არ ქონდა ჩვეულებრივად. მართვის მოწყობა არ მქონდა, მაშინაც ვსავდა ხოლმე, მაგრამ აი როცა M-ები და special project-ები შემოვიდა, მე უკვე მომთხოვა რომ რაღაც
სპეციალური განათლება მიმეღო იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მეგრძნო მანქანა, როცა დავდიოდი. და თან თვალებითაც ორმოები რომ უნდა ეძებო რომ არსად არ ჩა. ხო, ეგ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაც ისეთი ტუჩი აქვს ამ მანქანებს და რა ისეთი დაბალია, რომ ყველაფერზე ფრთხილად უნდა იყო. აი განსაკუთრებით ბრუკლინში ყველა ნაბიჯზე ეს არის ბამპებია და მან განსაკუთრებით აი ცერად რომ უნდა ახვიდე და რაღაც, ახლა ეგეთი რაღაცებში დამჭირდა ნამდვილად დახმარება და ახსნა და თან დღემდე ასე ვარ, აი რაღაცას როცა ახსენებს და რაღაცას აკეთებს დრაგზეც როცა მივყვები ხოლმე, თუ არ ვიცი, ვეკითხები და მინდა რომ მასწავლოს. ხშირად ხარ ხოლმე სამსახურში გიოსთან? კი. კარგია. ესე იგი მალე მექანიკოსობასაც ისწავლი და შეიძლება მანქანა შენ თვითონ დაშალო და აწყო. შენი ემი რო გეყოლება. შევცვალო. თუ შეგიცვლია. არა, იმიტომ რომ არა რომ არ შემიძლია რომ შევცვალო. ძირითადად გიორგის ცალია ყოველთვის და არ არ მინდა ანუ სახში მაგას არ აკეთებთ ხოლმე ძირითადად სერვისში. არა, მაგაც აკეთებს ხოლმე. ტურნირებში რამე ეგეთში რამდენად ხშირად იღებ ხოლმე მონაწილეობას? დრაგზე მივდივარ ხოლმე, Beamer United-ი არის ესეთი შეიქმნა New Jersey Beamer კლუბი გიორგი ვინც არის ჩვენი მეგობარი მაგან შექმნა, გააერთიანა New Jersey, Long Island და Philadelphia Beamer კლუბი. BMS კლუბი და გახადეს Beamer United-ი. და ესეთი ტურნირი არის Beamer versus the World. ანუ BMW და მსოფლიო. და მანდაც გიორგი რა თქმა უნდა მასპონსორებს და New Jersey Beamer-ის კლუბით გავდივარ და 402 მეტრს. რა გაქვს დრო ბარემ 402 მეტრის? საუკეთესო მქონდა 9 და 6, მაგრამ ეხა წესით 9 და 5 უნდა ჩამოვწდე. სავარაუდოდ სექტემბერში გავალ რო აგრილდება და 9 და 5 ჩამოვწდე. აუცილებლად წავალთ სექტემბერში ერთად ვიქნებით იქ. დღეს საერთოდ არ ვაპირებდით ისეთი ამინდი დაიწყო რამე გაგვეგრძელებინა, მაგრამ შემოგვაგრძელდა და მე მგონი ძალიან კარგიც გამოვიდა. მე პირველად ჩამოვედი 2002 წელს, 24 წლის წინ. და სუაკ ხარ თუ როგორ არის? მე 8 კლასში დავბრუნდი, მე 12 კლასში ისევ დავბრუნდი და აქ თუ საქართველოში? უკან. უკან. ანუ სკოლა იქ დავამთავრე. და ძირითადად აქ ხარ. წელიწადში 3 ჯერ დავდიოდი მაინც საქართველოში. ხო, ანუ ძალიან ისე ქართული რო ავიწყდებათ ხოლმე და ეგეთი დიდი ხნის წამოსული არ ხარ, ხო? რა განსხვავება თუ გახსოვს, არ ვიცი, ან თუ ხშირად დადიხარ გეცოდინება საქართველოში ჭყალებში ჩავსვამ არავის არ ეწყინოს მოგაზავე ხალხი. რამდენად მაგრად რისკავენ შენი აზრით და რასდებენ სასწორზე? ოკეი, ხა იგივეს ვერ გააკეთრაც ვაშაზე ხდება მაგალითად, სუგვერთულად თუ დადიან. დაგაშენებენ ციხეს თავს. ხო, სხვათაშორის ყველა იძახის, ვისთვისაც არ მეკითხავს, მაგ ტერმინს იძახის ყველა დაგაშენებენ ციხეს თავზე და პირდაპირ მნიშვნელობით იზამენ, განა ისე პროსტა დაგაშენებენ თავზე. ჩემი აზრით, მხოლოდ ციხეზე ხაზგასმა მაგ დროს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უბედურება მოხდა, რა ვიცი, ბავშვმა ფეხები დაკარგა, ანუ არ შეიძლება ისეთ ადგილას გაერთო და ისეთი ეგოისტი იყო, რომ შენი რაღაც არ ვიცი 5 წუთიანი გართობის გამო ვიღაცის სიცოცხლე დააყენო საფრთხის წინაშე. არ შეიძლება და აი მართლა მიყვარს სწრაფად სიარული, სპიდინგიც, გვერდულად სიარულიც, მაგრამ უნდა იცოდეს სად, აუცილებლად. ხო, რისთვისაც არის ადგილები, საქართველოშიც უკვე არის ადგილები სპეციალური, მაგრამ მაინც ვაჟა ურჩევნიათ. ხა ეგ ადგილები ვერ მოვიტყუები, მაგრამ არა, მე ვიცი რომ არის, მაგრამ მაინც ვაჟა ურჩევნიათ რა. ხო, აი, ძალიან ცუდია. ხო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ გამივლია ვაჟაზე ცუდად, მეც გამივლია, მაგრამ არ მივესალმები მაგას. ყველას გაგვიკეთებია ცუდი რამ, რაზეც მე ალბათ დავფიქრებულვართ, ან მე დავფიქრდებით, ვინც არ დაფიქრებულა და ჯობს ვიაროთ მშვიდობით და წყნარად. ანუ ერთხელ ვიყავით, არ მახსოვს საქართველოში რომელი ივენთი იყო, მაგრამ F82 ყავდა გიორგის იქ და იმანქანით წავედით რუსთავში, ხო? რუსთავში ვიყავით? რუსთავში და აი პატარა რალივით იყო, რაღაც აქ როცა გვაქვს ხოლმე რალი, აი როგორც გიორგი მახსენა Beamer United-ის ივენთამდე, ან Impact-ამდე, ან სხვადასხვა ივენთებამდე, აი მართლა, არ ვიცი, 200 და უფრო მეტი BMW დადის ხოლმე ერთად highway-ზე.
და მანდ უფრო უსაფრთხოდ გრძნობ ხოლმე თავს, ვიდრე საქართველოში რო ვიყავით, რუსთავში რო წავედით, სულ რაღაც ალბათ 6 მანქანა მივდიოდით ერთად. და გზაში ყველა ცუდად იქცეოდა, ხო? ცუდად იქცეოდა, არა, რაღაც ცოტა არ მომეწონა. და ზომებიც არ არის ხოლმე შესაბამისად მკაცრი. 200 ლარს ყველა იხდის. იქ ხელს, ანუ გზა ნამდვილად არ გიწყობს, იქ ხელს, რომ რაღაც ძალიან დიდი რალი გააკეთო, არ შეიძლება აქვთ კიდეც ხოლმე, მაგრამ მე ჩემს გამოცდილებაზე ვარ. რალი არის მსვლელობა, შეიძლება ვიღაცას ეკონოს რალის შეჯიბრიან რაღაც არა მსვლელობა არის რალს ეძახით, ბევრი მანქანების კოლონა, რომ გადაადგილდება დანიშნულების პუნქტამდე. ისიც მესმის, რომ აი BMW-ს ხიბლი ის არის, როცა ჰაივეიზე აი ესე დადის. დაძრება. ასეც დავძრებით და დავდივართ ხოლმე, მაგრამ რაღაცნაირად აი არ ვიცი როგორ ახსნა, ანუ ვაცდით ერთმანეთს, ან ჯერ ერთი აკეთებს მეორე და ეს ყველაფერი შეუთანხმებლად ხდება ხოლმე, აი ამდენ მანქანაში 200 მანქანაზე ვლაპარაკობ და ძალიან მომწონს ეს აქ. მე იმასაც ვიტყოდი, რომ მარტო შეგნება არ არის აქ, უფრო ძვირიან მანქანებზეა ხოლმე საუბარი და მე მგონია, რომ ყველა თავისას უფრთხილდება, ეგეც არის დამატებით. შესაძლებელია, მაგრამ ანუ შეიძლება არ გყავდეს რაღაც საოცარი ფასის მანქანა, მაგრამ გიყვარდეს რაც ყავს და უფრთხილდებოდი. ანუ მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი BMW რაც ყავს და არა მარტო BMW, ხო რაღაცას Mercedes-ი უყვარს ან რაღაც სხვა ხო? ანუ რაც ყავს, ყველა მანქანა შენია და ყველას უნდა გაუფრთხილდე ჩემი აზრით. ხანდახან გემართება ადამიანს შენ დაუნებურად, რომ რაღაც ან მუსიკა ჩაირთვება ისეთი რაღაც რო აი გინდა რომ ხო და ვერ აკონტროლებ რაღაცნაირად და მართლა ძალიან ბერჯოლ მქონია და მართლა სულ ისეთ რაღაცას როგორ არ უნდა გავიხსენო ეს სულ ისეთ რაღაცას წარმოვიდგენ ხოლმე აი ისეთ რაღაც ისეთ შემთხვევას რაც მოხდა ვიცი და ვიღაც დაზიანდა რომ ჩემთავს გავახსენო ხოლმე რომ აქ არ შეიძლება და გაჩერდი და მე ჩერდები ხოლმე ვურჩევდი ყველას რომ ჩვენს გვყვარს და ყველას უყვარს და მე ვერ წარმომიდგენი ადამიანი რომელსაც სიჩქარე არ უყვარს. ძალიან ცოტა არიან ალბათ. გაერთეთ მაქსიმალურად დაატკბით იმით რაც ყავთ. მოუარეთ მანქანებს რა თქმა უნდა და პირველ რიგში გაუფრთხილდით სხვის სიცოცხლეს, სხვის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და წადით და ისეთ ადგილებში გაერთეთ, სადაც არის უსაფრთხო. და ღამე გრუხუნით ნუაივლით და ჩაივლით ხოლმე ბავშვზე რო აძინებ. აი არასდროს არ მაწუხებს. ჩემს შვილებს, ანუ მე არა, ვაჟაზე აწუხებს ხალხს. ოკეი. მე არასდროს. ბავშვზე რო აძინებთ. ჩემი ბავშვები მიჩვეულები არიან და მუცელში მეჭ და ჯერ კიდე ესე მითებზე რო დავდიოდით და რაღაც საოცარი ხმები იყო. ხოლმე იქიდან მიჩვეულები არიან. ყოფილა მომენტი რომ სადღაც აი ოდნავ ჩაგიჭერია და ბავშვი ყოლია და უხაროდა თან რაღაც. კი. ვიდეოები მინახავს. მომენტი არ ყოფილა რომ მე ჩამიჭერია. ესენი ითხოვენ, როგორც ჩასოვ ქარსეთში გეუბნებიან რომ მამი go faster გეუბნებიან და მე ვცდილობ რომ სულ ავუხსნა რომ აი აქ არ შეიძლება რომ სწახვიდე სწრაფად, აქ არ შეიძლება. აი შუქნიშანზე რო აინთება ხოლმე წითელი, ყვითელი მწვანე, ერთი სული აქვს ხოლმე ელი განსაკუთრებით რომ აი რო დაჯდება წითელი თუ არის და რო გავჩერდები ითვლის ესე წამებს და მწვანე როგორც აინთება მამი go და იყვეს და ანუ მან თუ და ესენი საიდან ეს გამოცდილება იცი რა ფეხზე არ იცოდნენ სიარული ჯერ ნორმალურად გიორგიმ რომ მოუყვანა ლამბურჯინი მე მოუყვანა ესეთი მოტო პატარა და რაღაცნაირად არ ვიცი უყვარს აი მართლა ძალიან პატარა იყო ელი უდიდეს კვადრო იყო ხო ის მწვანე კვადროციკლი თუ როგორ ეძახიან ხო კვადრო ხო მაგაზე რო იჭდა და ბავშვი დამოუკიდებლად სწრაფად ისე დადიოდა რომ არ აინტერესებდა წინვინა დგა ანუ ჩვეულებრივი ბრბოლელები არიან ხო ძალიან უყვართ და მადლობა რომ ესეთი კარგები ხართ და მადლობა რომ მომავალში კიდე ბევრ საინტერესო რაღაცას გადავიღებთ ზუსტად ვიცი და დრაგზეც ხშირად წამოყვები ხოლმე და ყოველთვის მოკლედ ავტომოყვარულებთან ურთიერთობა არის ჩემთვის და მით უმეტეს კარგ ხალხთან ჩემთვის ძალიან დიდი ფუფუნება. მე ერთი პირობით დავთანხმდი ამ გადაცემაში რომ ყოფილიყავი, იმიტომ რომ კამერა არ მიყვარს რომ შემდეგ დრაგზე მე უნდა დამსვას და იმედია ხო, შეიძლება. რამდენი გასვლა გაქვს ხოლმე? Unlimited და დასვი ერთხელ რა მოხდა. შენ ჩვენი მოწმე ხარ. ბაზარია რა იფშო ჩაიწერა. შორის სექტემბერში აპირებენ რომ ქართულებმა გააკეთონ დრაგი. ვის აქვს მაგის? ჩვენი მეგობარი არის თემო, სხვადასხვა იუთუბერია და აპირებს დრაგის გაკეთებას ქართულებში. არ ჩვეულებრივ იმ დრაგს ხო? ანუ ისეთი დრაგი იქნება როგორც რუსთავში რა. არანაირი დრო და მარტო ქართულები იქნებიან?
უმეტესობა ქართველები. ანუ ქართველებისთვის ქართველები კეთდება. ვერ ვიქნებით. რომ შეისუსტად მაგარია, ძალიან მაგარია. მაგრამ ქართველების წარმატება ძალიან მარტო მანქანაზე არ იქნება დამოკიდებული რა. იმედია გოგოებიც დრაივერზე. გოგოებიც იქნებიან ალბათ. ხო და მაგრებზე დახსოვ შენ. ძალიან დიდი სიამოვნებაა. მარტივი საქმე არ არის, ხო, მაგისი გაკეთება ზოგადად და ართულია. მაგიტო ძალიან მაგარია და ყოჩახი. მადლობა. დიდი მადლობა. მოხვედით. რო გვიმასპინძლე მადლობა. და შემდეგ დრაგზე შენ გიხილავ. აუცილებლად. და ამაზეც ამის გადაღებაც გვინდა რა. სადმე ჰაივეიზე კარგი იქნებოდა. ეკიპირება ხო შესაბამისი გაქვს. ხო და ეგ არის. ხმას როდის აკეთებ? შეიძლება უთხარი. რომ უკან დასაჯდომიც რო დაამატო. ეს ამას ელოდები ხო უნდა მოგივიდეს. წლიანი ჰედერი უნდა მოვიდეს. შეო? აგრაფოვიჩის. ხო და აი შემოდგომისკენ მე მგონი შორის ახლა კვირას ქართველები არიან ბაიკერები და იმათ აქვთ ესეთი რალი ბრუკლინიდან თუ არ ვთქვი ბიერ მაუნტენს. ზოგადად ესე არ მიყვარს ხოლმე რალები და ის დიდი მსვლელობები, მაგრამ ერთი მაგარი ბაიკის გადაღება ჰაივეიზე ძალიან მაგარი. ერთი ცალი რო ეგ უფრო ლამაზი.